დავიწყოთ ბოლო ამბებით, რაც სასამართლო დარბაზში მიმდინარეობს. ჯანო არჩაია, სინდისის პატიმარი, სასამართლო დარბაზიდან მოსამართლემ პროკურორისთვის შელაპარაკების და რეპლიკის გამო გააძევა დარბაზიდან. ჯანო არჩაიას მეუღლე ამის გამო შეუძლოდ გახდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა, ანდრო ჭიჭინაძემ დაკავებულების სახელით მიმართა სასამართლოს და მოსთხოვა, რომ დააბრუნონ ჯანო არჩაია სასამართლო პროცესზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდნენ დაკავებულები სასამართლოს სხდომას და ამბობენ, რომ თითოეულ დაკავებულს უნდა მიეცეს სიტყვის მიმართვის შესაძლებლობა, რადგან ის, რასაც პროკურორი სასამართლო დარბაზში აჟღერებდა, იყო დაუსაბუთებელი აბსურდული ბრალდებები და ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა. მანამდე რამდენიმე დაკავებულმა ისარგებლა სიტყვის უფლებით, მაგალითად მიმართა ონისე ცხადაძემ, იუმორისტმა მოსამართლეს და უთხრა, რომ შეუძლებელია რეალური იყოს ის ბრალდებები, რასაც პროკურატურა მის წინააღმდეგ აცხადებს, რადგან დაკავებამდე ჯერ კიდევ 2 დღით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ოცნებისგან იცოდა და მისი წარმომადგენლებისგან, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შესაბამისად, როდესაც დღეს პროკურატურა აპელირებს, რომ თითქოს ის მიიმალებოდა, მისთვის გაუგებარია ამის მოტივი, რადგან როგორც უკვე თქვა, 2 დღით ადრე იცოდა დაკავებამდე, რომ დააკავებდნენ და თუ მიმალვა ან ქვეყნიდან გაქცევა უნდა და მას ჰქონდა დრო, რომ დაეტოვებინა ქვეყანა, რაც არ გაუკეთებია და ამბობს, რომ პროკურატურა ახლა ცდილობს, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოკეტოს. მე დამაკავეს როგორ პირობებში ხა მოგიყვებით. სახლში ვიყავი, თერჯოლაში, ჩემს საცხოვრებელ სახლში, დივანზე მეძინა. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რომ სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში, დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. თან გაითვალისწინეთ, რომ ადგენელი თქვენ იცოდით თუ არა ნამდვილად თქვენი დაკავება იგეგმებოდა. შეგიძლიათ ჩემი Facebook პოსტი ნახოთ. ანუ რომ აპირებდეთ მიმალვას საკუთარ სახლში თუ მიიმალებოდით. თან გადასაფარებელიც არ მეფარა. ამას საქმისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ბატონოისე გადასაფარებელი გეხარა თუ არა? იმიტომ რომ არა ერთი წუთით, ანუ არა სხეულის არც ერთ ნაწილს არ მალავდი. ანუ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მართალია. მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ ღმერთის უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ის კონკრეტული ადამიანი არის ხარიბაშვილი შექმნელი ღმერთის სამყაროს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. არ დაგავიწყდეთ ეგ. და ცოტა შეგწყვეთ, როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი, წიგნი, ისე გაეპარათ ამათ ტიფლისი, სერიალი ტიფლისი. საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე რას სიმახინჯეებს აკეთებენ. და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს კახა კინძურაშვილი, როგორც ფილმში და საქმის გარემოებთან დაკავშირებით. უბრალოდ არჩილს რაჭირს ეგ ვერ გავიგე. მადლობა, კარგად იყავით. აქციის ორგანიზატორს ეძებთ, იცოდეთ, რომ ის ირაკლი კობახიძეა, სწორედ მისი სიტყვების გამო გამოვედი ქუჩაში. ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა დაკავებულმა სინდისის პატიმარმა მოსამართლეს. რეზო კიკნაძე ამბობს, რომ აიძულებდნენ მას დაესახელებინა ორგანიზატორი დაკავების შემდეგ, თუმცა რეალურად ახსნა, რომ პროევროპულ აქციებზე გავიდა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, როდესაც მან დაანონსა 2028 წლამდე დაპაუზება ევროკავშირში გაწევრიანების. კიკნაძემ სხვადასხვა იგავარაკის მოყვანით, დავით აღმაშენებლის სიტყვების პერიფრაზით, ციტირებით, მარო მაყაშვილის სიტყვებით, სცადა რომ აეხსნა აბსურდულობა ბრალის, რასაც პროკურატურა უყენებს დაკავებულებს და შეეცადა, რომ მოსამართლესთვის გაეგებინებინა, რატომ თვლიან ეს ადამიანები, რომ უკანონოდ არიან დაკავებული. მათ შორის აუხსნა, რაც ნიშნავს პროკურატურის ბრალდება, რომ თითქოს ჯგუფურად იძალადეს ამ ადამიანებმა სამართალდამცველებზე, მაშინ როდესაც თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ სასამართლოს სხდომებზე გაიცნეს ერთმანეთი და არც ჯგუფურ ძალადობაში არ მონაწილეობდნენ და მით უმეტეს არ იცნობენ არც ორგანიზატორებს, იმ ადამიანებს, ვისაც უпростоრად დაკავებულებს ედავებიან ორგანიზებას. მოდი პატარა იგავით დავიწყებ. ასობით ლომთევზე იწვა ზღვის სანაპიროზე. მონადირე მივიდა და დაიწყო მათი დახოცვა. სათითაო, ხეთქაო და კომბლით თავებს. იგავების მოყოლის იგავებით ალეგორიულად ხსნის ბატონო მოსამართლე, კანონით არ არის აკრძალული. ერთი წუთით ახლა.
ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით. ფაქტობრივ გარემოებას ხსნი თუ რატო ვიდექი იმ ადგილას. თუნეს პოლიციელები მაძალებდნენ რომ სხვადასხვა გვარის მეუბნებოდნენ რომ არა ის დასახელი არა ის ორგანიზატორად. ანარად უნდა დამსახელებია რომელცა არ არსებობს. თუ მაინც და მაინც კაი დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირათ. ეს არის ირაკლი კობახიძე. მე პირადად ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას, როდესაც განაცხადა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე უწყვეტო. აი ეს იყო ჩემი თავის ორგანიზატორი. და მინდა მადლობა გადაუხადო რუსის მიერ დამონებულ ქვეყნის მტრეებს, რომლებმაც აქ გამომკეტეს, რათა ცხოვრების აზრი დამანახეს. და მათ გამოვა რომ ეშმაკთან ჭადრაკის პარტიაში მოგებულ წლებს ფუჭად არ ჩაუვლია. თავით აღმაშენებელმა ასეთი წერილი გაუგზავნა დამპყრობელ სელჩუკებს, როდესაც ხარკი მოგთხოვეს. ერთი წინადადებაა და პატარა. ამიერიდან ჩვენ არავის ვეყმობით გარდა თვინიერ დამბადებლისა. გავიმარჯვებ სახელოვნად. მადლობა. რა ხდებოდა მანამდე ადვოკატებმა დააყენეს სანქცირებული პროკურორების აცილების შუამდგომლობა, ასევე დააყენეს მოსამართლის აცილება, თუმცა არც ერთი მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სიტყვით მიმართა სასამართლოს ასევე ანდრო ჭიჭინაძემაც და მანაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ პროკურატურის ბრალდება არის აბსურდული.